ნოდარ იმნაძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე სკვერი კვლავ მოუწესრიგებელია. თითქმის 100 წლის სკვერი ტერიტორიაზე არსებული კორპუსის კეთილმოწყობისას მიმდინარე წლის იანვარში დაზიანდა. ნარგავები და განათების ბოძი აქ თვითნებურად სამანქანეს შესასვლელის მოწყობა შეეწირა. მერიაში ფაქტს რეაგირება ადგილობრივების აქტიურობის და მაცნეს მიერ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ მოხდა. როგორც დღეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ამბობს, მშენებელს გამაფრთხილებელი წერილი გაეგზავნა და ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა დაეკისრა. მიუხედავად სანქციისა, პარკის დაცვის მიზნით შემოვლებული ბოძკინტებიდან გუშინ ერთ-ერთი მაინც ამოიღეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დეკორატიულმა ბოძმა ხელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის მეპატრონეს სამშენებლო მასალების შეტანისას შეუშალა, რისთვისაც მისი ამოღება გადაწყვიტა. ამირან დარჩიძე პირად საუბარში ამბობს, რომ კორპუსს ალტერნატიული შესასვლელი არ აქვს, სხვაგვარად კი ბინაში რემონტს ვერ გააკეთებს. მერიაში აცხადებენ, რომ წარმოდგენილი პროექტით სახლს შესასვლელი გამსახურდიას ქუჩიდან აქვს. ზედამხედველობის სამსახურის მერე მოხდა რეაგირება თებერვლის თვეში, ჩაბარდა მშენებელს დამკვეთ ჩაბარდა გაფრთხილება ერთი თვის ვადაში, უნდა მოეწესრიგება აღნიშნული სკვერი. შესაბამისად, ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ ზედამხედველობის სამსახური იმოქმედებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. ანუ გადარდება საჯარიმო სანქციები, პლუს დავალდებულდება სასამართლო ზალით აღდგენის სკვერის აღდგენას. ეს ტერიტორია წარმოადგენს ქალაქის საკუთრებაში არსებულ პარკს, რეგისტრირებული როგორც პარკი და მასზე შესასვლელი გზის მოწყობა ყოველდღე დაუშვებელია. ასეთ გადაწყვეტილებას ქალაქ ბათუმის მერია უბრალოდ ვერ მიიღებს. რაც შეეხება შესასვლელს, აღნიშნული სახლი ესაზღვრება კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩას და შესაბამისად მათ უფლება აქვთ ისარგებლონ კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩიდან მოწყობილი შესასვლელით. ქალაქ ბათუმის მერია თითოეული მათგანის პრობლემას რომ მან მოაწყოს სამანქანე შესასვლელი მის საკუთრებაში არსებულ პარკში, ამის გამო ჩვენ პარკში შესასვლელი გზის მოწყობის უფლებას ვერ მივცემთ.